ინფორმაცია, რომელსაც ახლა მე თქვენ ბოდიში, ინფორმაცია, რომელსაც ახლა მე თქვენ გაგიმხელთ, ცოტა ხანში გაგიმხელთ, მოდი ასე ვიტყვი, ნაწილობრივ ან ერთგვარად ექსკლუზიურია. მაგრამ ამ ინფორმაციას გაგიმხელთ რამდენიმე წუთში, დამელოდეთ. ვინ ამბობდა ხოლმე ამას? ბიზინა ივანიშვილი ამბობს ხოლმე. დამელოდეთ. სუსაც ჩაურთავს ხოლმე. მაგრამ მანამდე ვილაპარაკოთ ერთ ფრიად საინტერესო საკითხზე. თქვენ უთუოდ ჩემი არ იყოს გაინტერესებთ ვინ იქნება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. არა, დარჩა დიდი დრო. დაახლოებით ერთ თვეში, ყველა აღდგომაა და აღდგომიდან ერთ თვეში, ანუ 12 მაისისთვის დაახლოებით გამოარჩევენ კათოლიკოს პატრიარქს. მოცემულ ეტაპზე ორი ფავორიტი ან ორი კანდიდატია უფრო ზუსტი რომ ვიყო. პირველი არის შიო, მოსაყდრე შიო. ბევრი არასწორად ამბობს დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ 10,000 ჯერ, 15,000 ჯერ ან 158,000 ჯერ განმარტება გაკეთებული იყო. ძალიან სწორი, ძალიან ფაქიზად გაკეთებული იყო განმარტება. მოსაყდრეობა არ ნიშნავს მემკვიდრეობას. ამ უკანასკნელს საერთოდ არ ცნობს მართლმადიდებელი ეკლესია. მოკლედ, შიო არის ერთ-ერთი კანდიდატი. და მეორე კანდიდატი მოცემულ ეტაპზე რაც გამოკვეთილია, ჩანს ასე. არ დაუსახელებიათ არც ერთი არც მეორე, ეგრა მაგის პასუხია, ჯერ არ მომხდარა კანდიდატების დასახელება, მაგრამ მაინც. მეორე კანდიდატი იქნება რუისისა და ურბისის მიტროპოლიტი იობი. ეს უკანასკნელი ფრიად უცნაური კაცია მეთქი ყოველთვის ჩემი აზრით. მას აქვს ერთის მხრივ ახასიათებს სწორი განცხადებების გაკეთება შეუძლია და მეორე მხრივ ფრიად უცნაურ განცხადებებსაც აკეთებს. მაგალითად, გარეჯი საქართველოს კამპანიას თუ ვინმე ახვა სამღვდლო პირებიდან, ახვა სწორედაც რომ იობი. მაგრამ მეორე მხრივ მან ორი დღის წინ გააკეთა ერთი ძალიან საინტერესო განცხადება ამბიონიდან. ეპოქა დასრულდაო და ახალი ეპოქა იწყებაო. ძალიან საინტერესოა და ამბიციური განაცხადია, აქვე ვიტყვი, იმიტომ რომ ახალი ეპოქა მართლაც უნდა დაიწყოს. მე მესმის რომ 49-50 წლის განმავლობაში ვერც ერთი მღვდელმსახური, უმაღლესი იერარქი ვერ იქნება, ანუ ვერ გაიმეორებს პატრიარქ ილია მეორეს რეკორდს, ასე უნდა ვთქვა, ანუ 50 წელი ვერ იქნება საჭეთ მყრობელი მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიისა, საქართველოს ეკლესიისა, მაგრამ ეპოქა ან მნიშვნელოვანი ნაბიჯები რომ უნდა გადადგეს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილები რომ უნდა მიიღოს ნებისმიერმა მომავალმა პატრიარქმა, ეს ცხადზე ცხადია, მიიღებს 5 წელიწადში, 1 წელიწადში თუ 17 წელიწადში, ეს კიდე ცალკე თემაა, ჩვენ გვეჩქარება და კარგიც არის, რომ გვეჩქარება და დავაჩქარებთ კიდეც მომავალ პატრიარქს, რომ მან მიიღოს სამართლიანი და სწორი და ფუნდამენტურად სწორი გადაწყვეტილებები. აქვე უნდა ვთქვა, რომ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად მაინც ვერ მიიღებს ალბათ მომავალი პატრიარქი, ვინც არ უნდა იყოს ის, იმიტომ რომ ავტორიტეტი, როგორც ასეთი, არ ეყოფა კიდევ ისის უნდა ვთქვათ, რომ რამდენადაც არ უნდა დაკნინდეს, შემცირდეს ავტორიტეტი ეკლესიისა, რომელიც დაფუძნებული იყო ილია მეორის ავტორიტეტზე, რაც საკვირველია, 50% ქმემოთ რეიტინგი მისი ეკლესიისა, უბრალოდ არ ჩამოვა და ვერ ჩამოვა. სწორედ ამიტომ მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნება პერსონალურად, პიროვნულად ვინ იქნება პატრიარქი 142 რიგით საქართველოსი საჭეთ მყრობელი მართლმადიდებელი ეკლესიისა. ილია მეორის კრიტიკა ადრეაო ბევრი ამბობს, რომ დაგვიანებულიაო. მე მაინც იმ აზრისა გახლავართ, რომ ხანდახან მაინც კრიტიკული ნოტები უნდა შემოვურიოთ ხოლმე, ახლა მით უფრო ილია მეორესთან დაკავშირებით. ეს არ ნიშნავს მის გაკილვას, მის რაღაც მასთან ბრძოლას, მისი ავტორიტეტის დაცემის მცდელობას, დავარდნის მცდელობას, არა. მაგრამ გადაწყვეტილებები, რომლებიც ეპოქალური გადაწყვეტილებების მიიღო ილია მეორემ, რასაკვირველია. მაგრამ გადაწყვეტილებათა ნაწილი, რომელიც მან მიიღო, დასაწუნი არის ჩემი ან ჩვენი თვალთახედვით. მნიშვნელოვანი ნაწილიც მეთქი. მე ყველაზე მნიშვნელოვანზე არ გავამახვილებ ახლა ყურადღებას. მაგრამ მაგალითად, რომ ვერ ვაღიარეთ ჩვენ, ვერ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და არ გაითვალისწინა საერთაშორისო კონიუნქტურა და სამართლიანობა რაც თავარია, იმიტომ რომ ეკუთვნის უკრაინას. უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია არ წაიკითხა თუ ვერ წაიკითხა ტომოსი, დღემდე კითხულობს იერარქი ნიკოლოზი, მეუფე ნიკოლოზი, დღემდე კითხულობს, მეთქი ეს ირონიაა, ცხადია წაკითხული აქვს,
რომ მოკლედ რომ ვერ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ეს ცუდი დასაწუნი ამბავი ეს არ არის თავარი დასაწუნთა შორის თავარი, საკრიტიკოთა შორის თავარი, მაგრამ მაინც თუმცა ეკლესიის კი არა პატრიარქ ილია მეორეს ცოლები მოგიტრიალდებიან და გვეტყვიან, რომ იცით რა, იმიტომ არ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ამ შემთხვევაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებდა აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას. მე უნდა ვუპასუხო თუ ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამის შემდეგ, რომ ეღიარებინა ჯანდაბას. მაგრამ ასე არ არის, რომ ასე გვეტყვიან და ასე შემდეგ ეღიარებინა ჯანდაბას, იმიტომაც დამატებით რომ de facto აღიარებული აქვს. ის რომ პატრიარქ ილია მეორეს არ მოიხსენიებდა სრული ტიტულატურით და შესაბამისად მომავალ პატრიარქსაც არ მოიხსენიებს სრული ტიტულატურით. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის ბანდიტი ლიდერიც ცოტა გარეკილი აქვს, გუნჯაევ კირილს ბანდიტია ის, რომ ვიცოდეთ მაინც, ბანდიტია ერთია და გარეკილია ერქვის, იმიტომ რომ ეხლა საშობაო ლოცვებს კითხულობს აღდგომის წინა დღეებში. ხო, ეს ფაქტია, გარეკილი აქვს ერთია, ბანდიტურია მეორეა, ეკლესია მთლიანად და მესამეა, რომ ის აღიარებს თუ არ აღიარებს აფხაზეთის ავტოკეფალიას, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ისედაც არ გვაძლევს და თვით პატრიარქ ილია მეორესაც არ აძლევდა უფლებას, შესაძლებლობას, რომ პატრიარქ ილია მეორე გადასულიყო ენგურ გადახმა და მოელოცა სიწმინდეები, შესულიყო აბა თუ იმ ტაძარში, აბა თუ იმ მონასტერში. კარგით, ეს კიდე ცალკე თემაა, პატრიარქ ილია მეორეზე არ არის ახლა ეს ვიდეობლოგი. ვლაპარაკობთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ძლიერი, კარგი პიროვნული კარგი თვისებებით დაჯილდოებული, თამამი, კვეთრი მომავალი პატრიარქი გვყავდეს. შიო ცხადია ხელისუფლების და ცხადია ხელისუფლებისა და რუსეთის ფავორიტია, თუმცა თუ ვიტყვი იმას, რომ შიო არ არის ერთადერთი ფავორიტი, არც ამაში შევცდები. რუსეთს და ხელისუფლებას ბიზიდა ივანიშვილს სჭირდებათ მეორე კალათაც, რომელზეც დადებენ ფსონს. მეორე რიცხვიც სჭირდებათ, მეორე ადამიანიც სჭირდებათ, რომელზეც დადებენ ფსონს. ასეთი შეიძლება არის ხოთაშორის რუსეთსა და უბნისის მიტროპოლიტი იობი, ეგრა მაგის პასუხია, მაგრამ შეიძლება სხვაც არის. მაგალითად მეუფე დანიელი, რომელიც 70 წლისა უკვე არის და 29 მაისს მიმდინარე წელს გახდება 71 წლისა, აი დღევანდელი კანონებით, საეკლესიო შიდა კანონებით, მას პატრიარქად გამორჩევის უფლება შესაძლებლობა არ აქვს, იმიტომ რომ იქ ნათლად და მკაფიოდ წერია, რომ 70 წლისა არ უნდა იყოს და ჭაღმაიძემ, რომელიც შიოს პრეზდივანია, უფრო ვიდრე საპატრიარქოსი, ნათლად განმარტა, რომ 70 წლისა და 1 საათისაც რომ იყოს ვინმე, მას მოცემულ ეტაპზე არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაო, მაგრამ 24 აპრილს იკრიბება სინოდი და სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას ფრედ უცნაურს ხოთაშორის და საინტერესოს. ორი ვარიანტია. ასწიოს ასაკობრივი ზღვარი ცენზი 72 წლამდე და ამ შემთხვევაში დანიელს უკვე მიეცემა შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობისა როგორც კანდიდატს. ან საერთოდაც მოხსნას ცენზი და ამ შემთხვევაში არა მხოლოდ დანიელს მიეცემა შესაძლებლობა, რომ იყოს კანდიდატი. ჩემი მოსაზრებით რუსეთი და ბიძინა ივანიშვილი პრინციპში ტოლობის ნიშანია დასასმელი. მეორე ფსონს სწორედ დანიელზე დებენ. და შესაძლოა იობზეც კი. ეს იობი, ბარემ ვიტყვი, ფრედ უცნაური კაცია, მეგორი გითხარით. ერთის მხრივ ახალ ეპოქაზე, ეპოქის დასრულებაზე და ახალი ეპოქის დაწყების აუცილებლობაზე ლაპარაკობს, მაგრამ მეორეს მხრივ ლაპარაკობს იმაზე, რომ ჩვენ საკონსტიტუციო მონარქია უნდა აღვადგინოთ. საკონსტიტუციო მონარქიის წინააღმდეგი რასაკვირველია უნდა ვიყოთ. ჯერ ერთი ეხროდის შეწყდა ჩვენი მონარქია. მეორე ეს სიტყვა საკონსტიტუციო მონარქია უნდა აღდგეს, ცოტა რუსული პროექტია, ცოტა კი არა, გვარერად რუსული პროექტია. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, ჩვენ არ გვყავს გამოკვეთილი მემკვიდრე. პატრიარქ ილია მეორეს ჰქონდა ცდელობა, რომ ამაზე ელაპარაკა, მაგრამ ბაგრატიონებში მომხდარი და უკვე არსებული დაპირისპირებების გამო
მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი ილია მეორე ცდილობდა, რომ ეს დაპირისპირებები აღმოეპყრა, როგორმე შეერიგებინა შტოები ბაგრატიონებისა, ეს პრინციპში ვერ მოხერხდა მაინც. კი არსებობს ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ჯერ არ არის სრულწლოვანი, რომელიც ყველაზე გამოკვეთილი ფავორიტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს ფავორიტი თუ სწორი სიტყვა საერთოდ. მე მკვიდრეა ტახტისა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად გახდება და თუ გახდება, მე ბაგრატიონები ერთმანეთს კიდევ ერთხელ არ დაჭამენ. საერთოდაც თუ ეს ინიციატივები ამაზე დაიწყება ინტენსიური საუბარი, მაღალი ალბათობით საერო ხელისუფლება ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ შეიტანს და ვერც. ანუ საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენაზე ის ყაბულ არ იქნება ივანიშვილი პერსონალურად და გაგიკვირდებათ და მე ივანიშვილისკენ უფრო ვიქნები იშვიათ შემთხვევებში ეს ხო გამოდის ხოლმე ვიდრე იმ პირებისაკენ ვინც დაგვიმტკიცებენ წყალებში რომ საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენა თუნდაც საკონსტიტუციო ფორმით აუცილებელი და გარდაუვალია. რუისისა და რუბრისის ეპარქიის მიტროპოლიტს იობს სხვა უცნაური განცხადებების ჰქონია 2000 გითხარით თუ არ გითხარით არ მახსოვს 2000 ამ ვიდეობლოგში 2008 წელს თუ 9 წელს მან თქვა რომ ესო რაც ციდან ცვიოდაო ანუ რაკეტები და რუსეთის ავიაციის მიერ ჩამოყრილი ბომბები ხო ესო ღვთისმსასჯელიაო ჩვენო დავიმსახურეთ ესო მე ზუსტად ვერ ვციტირებ ახლა იმის ამ კაცის ნათქვამს მაგრამ დაახლოებით მსგავსი რამ აქვს ნათქვამი ახლა ცხადია მორწმუნეები კი არა უკუნეთისკენ მიმავალი მორწმუნეები მეტყვიან რომ ესო სადღაც დაწერილი არისო რა მე არ მაინტერესებს სად არის დაწერილი ამის თქმა არ შეიძლება არანაირ არ შეიძლებოდა და არ შეიძლება და საერთოდ ყველა ტექსტი რომელზეც აპელირებს ხოლმე მრევლის ნაწილი არ არის უპირობოდ დასაჯერებელი და უპირობოდ გასაზიარებელი აქვე უნდა თქვა მოკლედ დანიელიც იქნება მაღალი ალბათობით დანიელიც არის მაღალი ალბათობით ბიზნეს ფავორიტი იმ შემთხვევაში თუ შიო ვერ იმარჯვებს შიო ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ვერ იმარჯვებს იმიტომ რომ მხარდაჭერა 39 უმაღლესი მთავარი იერარქია სინოდში მას 7 8 9 10 მაგრამ არა უმეტეს მხარდაჭერი ხავს მოცემულ ეტაპზე დანიელსაც დაახლოებით ერთი ამდენი იობსაც დაახლოებით ერთი ამდენი არა ოდნავ ნაკლები დანიელს ამდენადაც ვიცი და ოდნავ მეტი იობს მაგრამ იქ ხელისუფლება რას იხლაფორთებს განსაკუთრებით სუსი ჩუმჩუმად ისე რომ ვერ გავიგოთ ღმერთმა უწყის ვის როგორ დაელაპარაკება რომელ კონკრეტულ უმაღლეს იერარქს რას დაპირდება და თუ დაპირდება ეს იერარქიები ამ ანკესზე ბუდიშებ მაცხადია წამოეგებიან თუ არა ბიზნეს ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება ასეთი ამ 3-დან 2 ნამდვილად არის იობი ყველაზე ნაკლებად არის ანუ ამის თქმა მინდა სჭირდება უმაღლესი იერარქი ახალი კათალიკოსი რომელიც ილაპარაკებს ქრისტიანობაზე და მხოლოდ და საერო საკითხებს უბრალოდ არ შეეხება ჯანდაცვას დემოგრაფიას განათლებას თავდაცვას უსაფრთხოებას ინფრასტრუქტურას რა ვიცი ეკოლოგიას ეკონომიკას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ თქვენი საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ ლაპარაკი ამბიონებიდან ქრისტეზე და ქრისტეს ამას ლაპარაკობდა პრინციპში და რას შედიხართ სხვა ნიუანსებში რას მიმოიხილავთ სხვა საკითხებს ეს არის ბიზნეს უკვე თქმული ან ჯერ არ თქმული გზავნილი გახმიანებული გზავნილი იმ იერარქებისათვის რომლებსაც აქვთ პრეტენზია პატრიარქობაზე მე მგონია რომ რატომ უნდა დადგეს ახალი ეპოქა ხო იმიტომ უნდა დადგეს რომ ამ პირმა ვინც იქნება კათალიკოს პატრიარქი ამ 3-დან მოდი თქვენის ნებართვით ასე ვიტყვი ხო უნდა თქვას მათ შორის ერისთვის საჭიროებო საკითხებზე მნიშვნელოვანი და მძიმე სიტყვა ის რაც ვერ თქვა და არ თქვა პატრიარქმა ილია მეორემ ან რაც თქვა უნდა თქვას უკეთ ან ასევე მძიმედ უნდა თქვას მნიშვნელოვან საკითხებზე და ასაკვირველია პირველ ყოვლისა ლაპარაკობთ ადამიანის უფლებებზე საქართველოს მდგომარეობაზე საქართველოს ევროპეიზაციის აუცილებლობაზე რაც უნდა ჩაბოვარდეს საპატრიარქოს რეიტინგი გარკვეული პერიოდის შემდეგ, იმიტომ რომ მაინც ილიაზე იყო დაფუძნებული ის 98-90%-იანი რეიტინგი 50%-ზე ქვემოთ ვერ ჩაბოვა და 50%-იანი სულიერო პირი ამავდროულად თქვენის ნებართვით ვიტყვი ასე პოლიტიკური მოღვაწე, პოლიტიკური პირი მისი სიტყვა კანონია 50% რომც იყოს ეს იქნება დანიელი, კლავი მეორებ იობი თუ
მოსაყდრე შიო, რომელიც ხო, ეგრა მაგის პასუხია გამახსენდა, თუ შიო ვერ გახდება, კითხვაა ეს უბრალოდ. თუ შიო ვერ გახდება პატრიარქი, რა შეება მისი მხარდამჭერები. ემანდ ისი არ მოხდეს და ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა სწორედ ბიძინა ივანიშვილზეა, რომ დანიელი თუ გახდება პატრიარქი და არა შიო, ან იობი თუ გახდება პატრიარქი და არა შიო, ხო, ესე არ მოხდეს, რომ ამ სპიკერებმა, რომლებიც ხელისუფლება თოჯინებივით მოკოკა, უცებ განაცხადონ, რომ ისინი ჩვენ არ ვაღიარებთ პატრიარქ დანიელს, იმიტომ რომ აგე პატრიარქმა ილია მეორემ დატოვა მემკვიდრე არ დაუტოვებია 10249 ჯერ ვაკეთებ მეგან მარტებას და ჩემზე ბევრად კვალიფიცირებად გააკეთეს სხვებმა მოსაყდრეობა არ ნიშნავს მემკვიდრეობას, მოსაყდრე არის მხოლოდ და მხოლოდ საქმეთა მმართველი. ეგრა მაგის პასუხია, მე არც ის მომეწონა ამ საქმეთა მმართველი მოსაყდრეცა, როდესაც ის არ ჩაბრძანდა ტახტში პატრიარქისა, თუ არ ვცდები სიონში და გვერდზე მიიდგა სკამი. ხო, ეფექტური იყო, ბევრმა თქვა, რომ ნახეთ როგორი თავმდაბალიაო, მაგრამ ეს ყველაფერი გაკეთებული იყო ჩემი მოსაზრებით კადრის გადასაღებად. არაჩვეულებრივად უზრუნველყო ეს კადრი ოპერატორმა, რომელიც თავის მხრივ დარიგებული იყო მაღალი ალბათობით როგორ დავწამო, მაგრამ მაღალი ალბათობით ანდრია ჯაღმაიზის მიერ მხრიდან გადაიღეთ ეს კადრი და აჩვენეთ საზოგადოებას, როგორი თავმდაბალია შიო პატრიარქის ტახტში, ის არც ჩაბრძანდაო, მას არ ჰქონდა და არა აქვს უფლება ჩაბრძანებულიყო პატრიარქის ტახტში, იმიტომ რომ ის წოდას რომ მოსაყდრეა და არ არის ჯერ პატრიარქი მომავალში იქნება თუ არა. არ ვიცით თუ იქნება, ბუნებრივია დაიკავებს და უნდა დაიკავოს კიდეც პატრიარქ ილია მეორეს ტახტი, ანუ პატრიარქის ტახტი და არა კონკრეტულად ილია მეორისა. აი ახლა მივადექი მთავარ სათქმელს თქვენის ნებართვით ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით. მეოთხე კანდიდატით შეიძლება გაჩნდეს. მე მესმის რომ სინოდმა უნდა 3 კანდიდატი გამოარჩიოს, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ყოველ შემთხვევაში თუ სინოდი მიიღებს 24 აპრილს გადაწყვეტებას ასაკობრივი ცენზის მთლიანად მოხსნის, ანუ ჭერის მოხსნის თაობაზე, ახლა 70 წელია, შეიძლება გადაკეთდეს 72 წლამდე აქვს კანდიდატის დასახელების უფლება სინოდის რომელიმე წევრსო ეს ითქვას 24 აპრილის სინოდის ხდომაზე, მაგრამ შეიძლება ითქვას უფრო მეტიც, რომ საერთოდ ზედა ზღვარი, ზედა ჭერი არ არსებობს. და თუ ასე მოხდა და ასე შეიძლება მოხდეს, ამ შემთხვევაში ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით შემოდის ასპარეზზე ამ ძალიან საინტერესო დავარქვა თქვენის ნებართვით შეჯიბრებაში შემოდის ერთი ძალიან ბევრისთვის ყოველ შემთხვევაში პატივსაცემი კაცი და ეს არის აბრაამ გარმელია, რომელიც და დავსერჩო თქვენის ნებართვით, რომელიც არის თუ არ ვცდები და თქვენთან ერთად დავსერჩავ 77 წლისა. აბრაამ გარმელია, ვეკითხებით Google-ს. აბრაამ გარმელია არის ერისკოსობაში ამირან მამიასზე გარმელია 1948 წელს დაბადებული. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი, რომელიც მოცემულ ეტაპზე არის და 48 წელს დაბადებული, შესაბამისად არის 78 წლისა. აბრაამ გარმელია ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით არასწორი სიტყვა აქვს ამბიცია რომ გახდეს პატრიარქი მეთქი, მაგრამ ხარდამჭერები ხავს სინოდში, რომლებიც დაიწყებენ ორი ამბის ლობირებას და ორ საკითხზე იტყვიან თავის მძიმე სიტყვას. პირველი ასაკობრივი ცენზის მოხსნის აუცილებლობაზე და შესაბამისად აბრაამ გარმელიას კანდიდატად დასახელებაზე. მას მძიმე სიტყვა ეთქმის, მისი სიტყვა მძიმეა, მისი სიტყვა როგორც ყველაზე ასაკიანისა მათ შორის არის ძალიან ავტორიტეტული ყველასთვის და პატრიარქ ილია მეორესაც ის ძალიან მასზე უმცროსი იყო და არის აბრაამ გარმელია, მაგრამ ის ძალიან უყვარდა და დიდ პატივს სცემდა. ამასთან ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით კი არა ობიექტურად ეს არის მკვეთრად პროდასავლელი, ასე ვიტყვი, მკვეთრად პირველ ყოვლისა ღრმად ქრისტიანი კაცი და მეორე ღირებულებების თვალსაჩინო პროდასავლელი მაღალი იერარქი, სამღვდლო პირი. შემოვა აბრაამ გარმელია
ამ შემთხვევაში მე გეტყვით, რომ იობის და შიოს მით უფრო შანსები კიდევ უფრო მცირდება. თუ აბრაამ გარმელია შემოვა ამ ასპარეზობა, არასწორი სიტყვა, ამ ამბავში, ამ პროცესში. ამ შემთხვევაში ზოგიერთმა აღარ დავასახელებ. შეიძლება ღიადაც და ზოგიერთმა კანდიდატმა შეიძლება ღიად მოხსნას კიდეც საკუთარი კანდიდატურა. მეს მაინტერესებს ვინ გახდება კათოლიკოს პატრიარქი. მასზე მომავალი ეპოქის დასაწყისის შექმნა იქნება, მან უნდა საფუძველი ჩაუყაროს მინიმუმ მომავალ ეპოქას. ის ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება პატრიარქი არა თუ 50 წლის განმავლობაში, არამედ 25 წლის განმავლობაშიც კი, ჩემი აზრით, ღმერთმა ყველას ჯანმრთელობა მისცეს. ყველას გარდა პუტინისა და პუტინის შნირებისა, რომლებიც მსოფლიოში უხვად არიან. პუტინს აქვს ინტერესი, ბიძინა ივანიშვილსაც აქვს ინტერესი, რომ მონა და მორჩილი, ბიძინა ივანიშვილის მონა და მორჩილი პატრიარქი ავირჩიოთ. აქედან გამომდინარე, თუ მართებული სიტყვა სახელმწიფო პროპაგანდა კი ვერ გაიგებს, მაგრამ მაინც ჩვენ გვჭირდება რევოლუციონერი პატრიარქი. ილია მეორე რევოლუციონერი პატრიარქი იყო, პარემ ამასაც ვიტყვი. მე რომ არ იყოს სადავო ბევრი რამ. რევოლუციონერი განსაკუთრებით 90-იანი წლებიდან. უბრალოდ ჩვენ ამდენი დრო არ აქვს. მალევე უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი გარდატეხები საზოგადოებაში, ქვეყანაში და ქვეყნის ნაწილ მართლმადიდებელ ქართულ ეკლესიაში. ნახვამდის.